საშუალო და ფუტკარაძე 6 წლის. ვსწავლობ მეგას სკოლაში. ჩემი საყვარელი საქმიანობაა ფეხბურთის თამაში. უკვე 6 წელს თამაშობ ჯორჯიაში. მყავს 2 წელი თორნიკე მასწავლებელი და ბაჩი მასწავლებელი. უფრო მხიარულია თორნიკე მასწავლებელი. ბაჩი მასწავლებელი უფრო სერიოზულია. ისევ 2 მასწავლებელი კარგია და ყველას მიყვარს. მე ვარ ძალიან კარგი მეკარე. კარგი ნახტომი მაქვს და მეკარეობა ამიტომ გადავწყვიტე. ყველაზე კარგად შემიძლია პენლების აღება. შედარებით მიჭირს სოლიდან დარტყმული აღება. მე უკვე 10 ჩვენ მქონდა შეჯიბრება. ყველაზე მეტად მომეწონა აბსალიტთან თამაში. მოვიგეთ 5-2 და მე ვიყავი საუკეთესო. ჩემი საყვარელი ფეხბურთელია გიორგი მამარდაშვილი. საყვარელი გუნდია საქართველოს ნაკრები. მე მინდა ნაკრებში ვითამაშო 25 ნომრით. 5 წლის რომ გავხდი, მაშინ გადავწყვიტე ფეხბურთად. იქამდე მინულა გამოსულიყავი სპაიდერმენი. მე ფეხბურთის თამაშს ვაპირებ 30 წლამდე. მერე გავხდები მოჭიდავი. ბავშვობიდან მიყვარს ჩხუბი და სულ ჩხუბობ. ამ ბოლოს ვაჩხუბე ჩემს მეგობარს. იმიტომ მე ვნებოდა რომ შენ ძმა და არ გყავსო. არა და მყავს 20 წლის და 17 წლის ძმა. 4-ჯერ მეჩხუბია გოგოს გამო. ყველა ჩხუბი მოვიგე და გმაყოფილი ვარ. კეთილი ბიჭი ვარ და თუ არ დააშავეს არ ჩხუბობ. სახლში ვცხოვრობ მე, დედა, მამა, ძმა და პიცოლა, ბებია, ბიჯია, ძაღლი და კატა, მამიდა და დეიდა. ვარ ძალიან დიდი კარგი ოჯახი. კიდევ მინდა მყავდეს ერთი პატარა ძმა. მამიკო არის ხიარული, ჭკვიანი და სტუმართმოყვარე. დედიკო არის ლამაზი, თბილი, მზრუნველი. ძალიან მიყვარს დედიკოს გაკეთებული აჭარული ხაჭაპური. ჩემი ძოლი ყველაზე გემრიელა, შეცვალს კარტოფილს. მე ვარ კარგი ბიჭი და მყავს ლამაზი შეყვარებული. ცოლს რომ მოვუყვარ, ვიქნები 30 წლის. შვილებს და ვარქმევ რამინის, ლიანს და დემეტრე. ჩემ ცოლს დავარქმევ ევას. მიყვარს ჩემი სკოლები და მყავს კარგი კლასელები და კარგი მასწავლებელი. ჩემს კლასში ყველაზე მხიარულია ნიკოლოზ ქათაბაძე. ყველაზე მშვიდია ნუღი კახიძე. ყველაზე ცეცხლია მათე ვარშანიძე. მე ვარ ყველაზე ჭკვიანი და სიმპათიური. ჩემი საყვარელი საგანია მათემატიკა. საყვარელი მასწავლებელია ლინდა ქარჩივაძე. იმიტომ რომ მხიარულია, გვათამაშებს და ტელევიზორს გვაყურებებს. მოარ ჭკვიანი ბიჭი და ადვილად ვისწავლე ამბანი. ყველაზე უფრო ვავწევს ასომგერა გ. არ მომწონს ასომგერა ჯ. იმიტომ რომ საწვალებელი დასაწერია. ჩემი საყვარელი წიგნია დედაენა. ახლა მინდა ვიყო 9 წლის, იმიტომ ვიქნები უფრო ჭკვიანი. ძადოსნური ჯოხი რო ქონდეს, გავაჭედი ახალ სახლს. ეს სახლი იქნებოდა 10 სართულიანი და იქნებოდა დიდი ეზო. მე ვიცხოვრებდი 5 სართულზე. და ნახევარ 5 სართულზე იცხოვრებდა დედა და მამა. ნათესაობა თავისთვის სააშერო სახლები. სამოგზაუროდ სიამოვნებით წავიდოდი იტალიაში. ჩინა მომაწილემ დავინოვა კითხვა. ვისთან ერთად გავფრინდებოდი კოსმოსში? მე კოსმოსში გავფრინდებოდი დედასთან ერთად. შემდეგ მონაწილეს ვუტოვებ შეკითხვას. რა არის მისი ოცნების საჩუქარი? მაგალითად, ჩემი ოცნების საჩუქარია PlayStation-ის დისკი. ბედნიერება არის ფეხბურთის თამაში და დედიკოს ჩახოდება. მე ვარ ბედნიერი ადამიანი.